ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა მოეწყო ფოთშიც. მაშინ მონაწილეობა ადგილობრივმა მრევლმა მიიღო. ისინი სასულიერო პირებს საკათედრო ტაძრამდე გალობით გაყვნენ. მსვლელობის დასასრულს კი ფოთის სამღვდელოებამ ტაძარში სავედრებილი ლოცვა აღავლინა. ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის ოჯახის სიწმინდის დღე. რამე თუ ამ დღე მოიტყვანა ქართველები დღემდე და მომავალშიც მისი იმედი გვაქვს, რომ სადაც სიწმინდეა, იქ ღმერთია და სადაც ღმერთია, იქ მადლია და იქ სიხარული არის და ეს მადლი და სიხარული იყოს მთელი საქართველოს ცხოვრების გზის მანათობელი ღვთისკენ სავალ გზაზე. მნიშვნელოვანია ოჯახის სიწმინდე, ყველა უნდა მოვიდეს და ყველამ უნდა იაროს ამ დღეს აქ, არ უნდა გააცდინოს არავინ. ეს არის ჩვენი საქართველოს გადარჩენა. საქართველოს ჩემს ფოთელებს ულოცავ დღევანდელ დღეს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენთვის, ჩვენი საქართველოსთვის, ჩვენი ქალაქისთვის. მნიშვნელოვანია რომ მე და ჩემმა მოსწავლეებმა და ფოთის მოსახლეობა მიიღო მონაწილეობა ამ მცდელობაში. კიდევ ერთხელ გილოცავ დღევანდელ დღეს და ეს დღე ყოფილიყო სიწმინდის, ოჯახური სითბოს, სიყვარულის და ბედნიერების მომტანი.